გადარჩე 100 დღე Brawl Stars Hardcore-ში. მოგესალმებით მოგობრებოს ყველას, დაგემოვნით მორიგი Brawl Stars ვიდეოთი და დაგემოვნით მორიგი Hardcore-ის ეპიზოდით. მოკლედ მეგობრებო, თქვენ ძალიან მოგეწონათ Hardcore-ის ეპიზოდები, ძალიან კარგი გამოხმაურება გქონდა და ძალიან დადებითი კომენტარები, ამიტომაც ვაგრძელებთ და გიბრუნდებით მორიგი 50 დღით. ჩავდა შოუდაუნი და დავიწყე უკვე ეგრევე რიკოთი თამაში. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მეგობრებო, თამაშს შემოხვდა ბოტებს, რადგან ვარ ძალიან დაბალ თასზე და ეხლა უყურეთ თუ როგორ ვანადგურებ მეგობრებო ყველას და ყველაფერს. შემდეგ უკვე მეგობრებო, როდესაც გამოვედი ლობიში, დამხვდა მეგაკვესტიდან მოცემული სტარდროპები, რომელსაც უბრალოდ ხსნიდი და ერთ-ერთი სტარდროპიდან დავარდა ლეგენდარი სტარდროპი და როგორც კი გავხსენი, ამოვარდა მეგობრებო ჰორუს ბო. ანუ ძალიან მაგარი სკინია, მაგრამ არ მჭირდება ამ აკაუნტებზე მე უფრო მეტად სკინები, უფრო მეტად მჭირდება ბრაულერები. და შემდეგ უკვე მეგობრებო დეილი სტრიკიდან ავიღე ედგარი. გავააქტიურე მეგობრებო Star Rush-ი და გავაგზელე ისევ რიკოთი თამაში. 60 დღემდე მეგობრებო უმარტივესად ვიგებდი თამაშებს რიკოთი და უამრავი თასი მოვიმატე ძალიან მარტივად. შემდეგ კი მეგობრებო გამოვედი ლობიში, ავიღე Brawl Stars-გან მოცემული საჩუქრები და ცოტა მაკლა ძალიან რო ფრენკი გამეხსნა. გავხსენი Mythic Stardrops, გამიგდო PowerPoint-ები და მოვემატა უამრავი თასი და ავედით 1000 თასზე ძალიან მარტივად. Trophy Road-დან მეგობრებო ავიღე უამრავი coin-ი, ავიღე Poco და გამეხსნა ბაფები, მაგრამ არ გავხსენი მეგობრებო ეგრევე, რადგან არ მყავდა ის ბრაულერები, რომლებსაც აქვთ ბაფები, ამიტომაც არ მინდოდა რომ ანუ უბრალოდ გამეხსნა და დამეგდო ცუდ ბრაულერს, ესე რომ ვთქვა. არ არის არც ერთი ცუდი ბრაულერი, მაგრამ ბრიქითაც მომწონდა თამაში, მინდოდა რომ იმათზე დამეგდო. დავიწყე მეგობრებო დერილის გაძლიერება, რადგან მინდოდა რომ მისით მეთამაშა და შემესრულებინა მასზე მისიები. მქონდა ყველაზე მეტი მისია დერილზე, ამიტომაც დავიწყე დერილით თამაში. როგორც კი მოვჩი მეგობრებო დერილით მისიების შესრულებას, გამოვედი ლობიში, ავიღე მეგაკვესტიდან მოცემული ბაფი და დამიგდო კოლტის ჰაიპერჩარჯი და სულ რაც საერთოდ არ გამიხარდა, იმიტომ რომ კოლტის ჰაიპერჩარჯი თან არ მაქვს, თან გაძლიერებაც არ მივიღე, მოკლედ არ გამისწოდა კოლტის ჰაიპერჩარჯი. Trophy Road-დან ავიღე როზა, შემდეგ უკვე დავიწყე ფრენკის გაძლიერება და დავიწყე ფრენკით თამაში. და მეგობრებო, ერთ-ერთი თამაშის სვლელობის დროს ზედმეტად რომ შევრაშე, 8 ბიტმა და ედგარ მომაქციეს ერთ კუთხეში მომანკულიეს და გავედი მეორე ადგილას და წავაგე. მომიკვდა ფრენკი, მაგრამ მოვიმატეთ 228 თასი, ავიღე სტარდროპები, coin-ები, ახალი ბრაულერი გასი, კრედიტები, უამრავი რაღაცები, მაგრამ სამწუხაროდ მოგიკვდა ფრენკი და ვეღარ ვითამაშებთ ფრენკით ვეღარასდროს. შემდეგ მეგობრებო გადავწყვიტე რომ ერთი ბაფი გამეხსნა უფასო და დამიგდო MZ-ის გაჯეტის ბაფი, რაც ცუდი არ იყო, MZ გაჯეტი კარგია, მაგრამ არ დამიწყია MZ თამაში,
სულ რაღაც მეგობრებო გვაკლდა 13 დღეღა და დასრულებოდა ჩვენი ვიდეო, ამიტომაც ავიღე მეგობრებო კარლი და გავაძლიერე 7 power-ზე და დავიწყე უკვე კარლით თამაში. მეგობრებო, ესეც ჩვენი 100 დღე Brawl Stars hardcore-ში. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწვიეთ არხი და კიდევ ერთი ორი სიტყვა მინდა შევეხო ჩემს არხს, იმიტომ რომ ამ შაბათ-კვირას მეგობრებო 200 გამომწერით სამყავდა და ეხა უკვე გვყავს 240 გამომწერილი. თვითონ თქვენგანს უღრმესი მადლობა. ეხა მე გიგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.